მხატვრობა არის ჩემი ოცნება, რომ მეხატა როდესმე და როდესაც არ გამომივიდა და ამიტომ დავანებე თავი და რაც გამომდის იმას ვაკეთებ. ამ ცეკვაში მე დავინახე რაღაცა უდროობა, არც წარსული, არც მომავალი, აწმყოც კი არა. რატომღაც აფხაზეთს აგონებს ხოლმე ის არ ვიცი რაღაცა. მე მგონი პიცუნდაში გადაღებულ ფოტოში ჩანს თითქოს არ ვიცი, შეიძლება ადამიანები ბოლოდ ეძებენ იმ გამოსახულებას, რაც მან ძალიან უნდა და დაინახონ და დაახშფოთებული ყავს. გესმის უშუალოდ მეთქე რა მოხდა და აიო იქო წყვილი იყო უყურებდი ფოტოსა და ფოკუსში არ არისო რა საქცევა ყურადღებას მაგათთვის ეგ როგორ გახდა მნიშვნელოვანი და ეს არის აი რას დაინახავ შენ იმ წუთში შენზია ეს ამბავი თუ სათქმელი გაქვს ანუ არ აქვს ამას დიდი არსების მნიშვნელობა ამას როგორ გადმოსცემ გამარჯობა, ვაგრძელებთ რუბრიკას ადამიანები ლელის ფოკუსში და დღეს ყავს სტუმრად თამარ გედევანიშვილი, მხატვარი. გამარჯობა თამარ. გამარჯობა დიდი. თამარი არის ჩვენი ასე ვთქვათ სიმბოლო, ერთ-ერთი, იმიტომ რომ ეს ნახატი, რასაც თქვენ უკან ხედავთ, ეს არის თამარის შემოქმედება და ასევე ლოგო, რომელსაც ასევე ხედავთ ლელის ფოკუსში, ესეც თამარის არის, რასაც ძალიან დიდი მადლობა. მადლობაში. ხო, ესე იგი, ახლა რას ვაკეთებ? ხან-ხან ესე გამოვიყენებ ხოლმე ჩემს წავიკითხო, იმიტომ რომ არ შემეშალოს რაღაც ტერმინები, იმიტომ რომ ხატრები ცოტა ესეთი როგორც წერილები ძალიან სკულპტუროზურად და ესე აქცევენ ყურადღებას რამე არ შეგვეშალოს. ამიტომ წავიკითხავ ესეთ რაღაცას. თამარი მუშაობს ფერწერაში და გრაფიკაში. Yes. ესე იგი, მისი ნამუშევრები ეხება სხეულს, იდენტობას და შიდა მდგომარეობებს, რომლებიც პირდაპირ არ ჩანს. Yes. ეხლა რატო ყავს თამარი ფოტოგრაფიის პოდკასტში? იმიტომ რომ ჩვენი საუბარი იქნება მხატვრები და ფოტოგრაფები. რამდენად ვიყენებთ ერთმანეთის მედიას, ერთმანეთის ნამუშევრებს, როგორ ვაკვირდებით სამყაროს, როგორ აკვირდებიან მხატვრები ფოტოგრაფებს და ჩვენ როგორ ვაკვირდებით მას და საიდან სადრას პოულობთ და რაში გვეხმარება. ეს აღმოჩნდა ჩემთვის საოცარი აღმოჩენა, იმიტომ რომ დღეს ჩვენი მთავარი გმირი იქნება ასევე მხატვარი აი ჟურნალი ჩამოვიტანე პარიზში ვიყავი. ეს არის გერარდ რიხტერის გამოფენაზე ვიყავი Louis Vuitton Foundation-ში პარიზში, სადაც მისი საოცარი კოლექცია იყო წარმოდგენილი, მგონი თითქმის სრულად და ჩემ და სამარცხვინოდ არ ვიცოდი ამ ადამიანის შესახებ ძალიან ბევრი. და ამ გამოფენის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანი ყოფილა ჩემთან ერთად მთელი ცხოვრება და არ ვიცოდი. მოკლედ გერარდ რიხტერი აკეთებდა ერთ-ერთი სერია აქვს ძალიან ცნობილი, სადაც ის ფოტოგრაფიას იყენებდა შემდგომ მხატვრობაში, ანუ იღებდა ფოტოს და შემდგომ მას ხატავდა, მაგრამ ამ სხვაობა არის ის, რომ ის ხატავდა ბლარში, ანუ არამკვეთრად. ბუნდოვნად, იმიტომ რომ ის ფიქრობდა, რომ ჩვენი მეხსიერებაც ეგეთია, ანუ ცოტა ბუნდოვანია. კარგით, ახლა სულ მარტო ჩემზე რო არ ვილაპარაკო და ჩემ წარმოდგენებზე და ემოციებზე, კაბოტონ თამართან ერთად დავიწყოთ საუბარი და დავიწყოთ. მადლობა რომ მოხვედი. მადლობა შენ რომ მომიწვიე. ესე იგი, თამარ, აქ მაგრამ უდინმე კითხვები შენთვის გამზადებული. მგონია რომ კარგი საუბარი გამოგვივა, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ფოტოგრაფების, როგორც თქვი, ეს არის ასე ვთქვათ, შენი როგორც ესე იგი მრავალფეროვანი შემოქმედი ადამიანის, იმიტომ რომ მხატვრობა არის ჩემი ოცნება, რომ მეხატა როდესმე და როდესაც არ გამომივიდა და ამიტომ დავანებე თავი და რაც გამომდის იმას ვაკეთებ. გადასარევად გამოგდის. მადლობა ჩემო საყვარელო. აი, ეხლა მოკლედ ესე პირდაპირ ინტერვიუს სახით, რომელიც მერე გადაიქცევა აუცილებლად საუბარში, მინდა ესეთი პირველი კითხვა დავიწყოთ. იყენებ თუ არა ფოტოგრაფიას შენს პრაქტიკაში, როგორც საწყის მასალას, მინიშნებას თუ არქივს. და სანამ დაიწყებ, მინდა ამ ფოტოზეც გავამახვილოთ ყურადღება ნახატზე, უფრო სწორად
რომელიც აქ გვაქვს და მაგალითად მომყვანოთ ესეც და მეც ჩემს ემოციებს მომყვები რატომ არის ეს ნახატი აქ. კი ბატონო, მაშინ მოდი ამ ნახატიდან დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს ნამდვილად ინსპირაცია არის რობერტ კაპას მიდან ფოტოდან, რომელიც ვიცით, აი საქართველოში მოგზაურობის დროს გადაიღო. ეს არის ცეკვა, ქორწილის სუფრა, ესე ქვია მე მგონი ამ ფოტოს თუ სწორად მახსოვს. და რა მომეწონა ამ ფოტოში, ხა კი ვიცოდი რობერტ კაპას შემოქმედება რა თქმა უნდა, მაგრამ თვითონ ამ ფოტომ რა მოახდინა ჩემზე და რატო გადავწყვიტე და რატო გადმოვიტანე იქიდან ეს ფიგურები, რა თქმა უნდა, შემდეგ ჩემებურად დავხატე ისინი და უბრალოდ აქ არის გამოსახული ცეკვა და ეს ცეკვა, ამ ცეკვაში მე დავინახე რაღაცა უდროობა, აი არც წარსული, არც მომავალი, აწმყოც კი არა, იმიტომ რომ რაღაცა ცეკვა ჩემთვის აი უცბად იყო რაღაც მომენტი, როდესაც ადამიანი თითქოს გამოდის ყველანაირი დროიდან, რადგანაც მე დროს ვიკვლევ, ვუტრიალებ დროის თემას, რომ აი სად ვიმყოფებით, ეხლა ჩემი ბოლო გამოფენაც რაღაც ამაზე მქონდა. აი რაღაც უცბად დამიჭირა ამ ფოტომ, რომ მაშინ მე დავინახე აი ეს რაღაც როკვა, რომელიც სცილდება ყველანაირ რაღაც მდგომარეობას, როდესაც ჩვენ აქაც კი თითქოს არ იმყოფები, აი აწმყოშიც კი და აი აქ ამ ქალის და კაცის ცეკვაში მე დავინახე რაღაც მარადიული თითქოს მდგომარეობა ადამიანი, როდესაც არა გაჩერებული, არამედ რაღაც მოძრაობაში, რომელიც არც გუშინ იყო, არც ხვალ იქნება, არც დღესაც კი არ არის, არამედ რაღაც აი თითქოს მარადიული თემა და თან აი გვერდიდან იქ ტაშის ხელები ჩანს, რომელიც ტაშს უკრავს და ეს თითქოს ცოტა ირონიულიც არის ჩემთვის, რომ აი შენ რაღაცაში ხარ, რაღაცას აკეთებ და თითქოს სადღაც ელოდები ამ ტაშის დაკვრასაც, თუ საიდანღაც შეიძლება გესმის კიდევაც, მაგრამ ეს რა თქმა უნდა შეიძლება შენი წარმოსახვის ნაყოფიც კი იყოს, რომ თითქოს რაღაცები ხდება შენს გარშემო. ოღონდ მე შემდეგ მე ეს ფიგურები მოვაშორე ამ სუფრას, იმიტომ რომ ისინი მინდოდა გამომეყვანა იმ რაღაც კონკრეტული სივრციდან, კონკრეტული მდგომარეობიდან და სხვათა შორის ძალიან დიდხანს ვეძებდი სად იმყოფებოდნენ ისინი, აი სად შეიძლება და ყოფილიყვნენ. ფიქრობდი დღეს, აი შეიძლება ვთქვა, რომ ერთი 3 კვირა ვფიქრობდი ამაზე და თითქოს თვითონ ფიგურები აი როგორც მეუბნეოდნენ, ახლა ასე ვერ ვიტყოდი, მაგრამ ვერსად ვერ თავსდებოდნენ, არსად არ იყვნენ ისინი, აი რაღაც თითქოს არაფერში მინდოდა რომ ყოფილიყვნენ, აი ესე გამოკიდებულები რაღაც მართლა უდროობაში და შემდეგ სხვათა შორის ისევ ფოტოგრაფიასთან მივედი, რა თქმა უნდა, რაღაცებს ვათვალიერებდი და აი რაღაც განგა იყო, მდინარე განგა და აი რაღაც ეს მისმა სანაპირომ, რაღაც ეგ ძალიან ხალხმრავალი ფოტო იყო და შემდეგ ჩემმა წარმოსახვამ ეს ხალხიც მოაშორა და სრულიად გადააკეთა ის, მაგრამ განწყობილება წამომიღო აი ზუსტად იმ ფოტომ ისევ, რომელიც შემდეგ აი დავადე აი ამ კაპას ეს სხვათა შორის არ ვიცი რატომ, მაგრამ ძალიან ხშირად ჩემთან ვინც მოდიან სტუმრები და ხედავენ ამ ნამუშევარს, რატომღაც აფხაზეთს აგონებს ხოლმე ის არ ვიცი რაღაცა მე მგონი პიცუნდაში გადაღებულ ფოტოში ჩანს თითქოს არ ვიცი, შეიძლება ადამიანი ბოლოდ ეძებენ იმ გამოსახულებას, რაც მან ძალიან უნდა და დაინახონ და იმიტომაც არის ხოლმე. ხო, იცით, მე არ მინდოდა რაღაცა კონკრეტი გაყოფილიყო, რომ ეს უშუალოდ რაღაცა ადგილია. პირიქით მინდოდა ისეთი ეს ზღვა და სივრცე. ხო. წყალი უფრო სწორად მინდოდა და იცი რა მეკითხო, აი რა დროს ხვდები, აი რომ დაინახე ფოტო, აი რა დროს მიხვდი, რომ აი რაღაცნაირად შენია. აი ეს რაღაცა ეგ სხვათა შორის ძალიან უცნაური რაღაცა არის, მაგას მეც ვიკვლევ, აი რატომ არის რომ ზოგიერთი ფოტო ჩემზე მოახდენს შთაბეჭდილებას და ზოგიერთი ფოტო კიდე, არ ახდენს იმ თვალსაზრისით, რომ არ არის ჩემი ინსპირაციის წყარო. არ ვიცი, მე მგონია, რომ აქ უფრო თვითონ ამბავი მიჭერს, ასე ვთქვათ, დამიჭერს ხოლმე. მაგრამ შეიძლება უფრო ის ფოტოგრაფი, ვინც ხედავს ამ ყველაფერს, შეიძლება იმანაც ჩადო იმ ფოტოში რაღაცა თავისი ისეთი, რომელიც ჩემთან არის სიახლოვეში და შეიძლება
მე ვიჭერ აი იმ რაღაც მომენტს, რომელიც იმ ფოტოგრაფმა თავისი დანახული ფოტოთი გადმოსცა. არ ვიცი, ეგ ცოტა დარჩა შენში და კი, აი რაღაცა ხანცხან აი ვათვალიერებ ძალიან მომწონს, მაგრამ გრძნობ, რომ ჩემზე არანაირი შთაბეჭდილებას არ ახდენს, არ მაკავებს, ჩემს განცდას არ იჭერს და ზოგიერთს უცბად დავხედავ და უცბად რაღაც გული შემეკუმშება და გრძნობ, რომ აი აქ უცბად რაღაც ხდება. იცი რა ზედა კიდე თულია სახსნელი. აი შენთან გამოფენაზე, ბოლო გამოფენაზე რო ვიყავი, მინაწერებსაც ეგრე თითქმის მგონი ესე აქცევ ყურადღებას. აი ტექსტი რომელსაც შენ იყენებ და დაიყენებ ძალიან ლაკონურად მოკლედ და თითქოს თან გიშლის ამ ასე ვთქვათ შინაარს თითქოს, მაგრამ თან არა, აი მაინც შენ გაქვს არაპირდაპირ რამაც სიღრმეში შედიხარ, გაფიქრებს, რასაც ჩვენ ვლაპარაკობდით სანამ დავიწყებდით ჩაწერას, რომ როგორ ხდება ოდესაც ანუ პასუხი კი არა, ეს კითხვა არა, ანუ ჩვენი ნამუშევრები, ან შენი ნამუშევრები კონკრეტულად, სულ კითხვას გბადეს, ანუ გეხარ და ფიქრობ. და თავისთავად აქ დისკუსია, აქ ფიქრია, ამბავი და აი ეს მინაწერი, აი მინაწერიც როგორი მნიშვნელოვანია შენთვის? იცი სხვათა შორის ადრე მე არ ვარქმევდი ხოლმე სათაურებს და აი ხა ნუ პირველად დავარქვი და მომეწონა კიდევაც რატომაც დავარქვი და თვითონ ეს სათაურების დარქმევაც, ნუ დარქმევა რა, თავისთავად ეხმება, აი იმ დროს რაზე ვფიქრობდი, რაში ვიმყოფებოდი და თქვათ საითკენ წამიყვანა ამ ყველაფერმა და შემდეგ იქიდან გამოდის ხოლმე. აი ზოგჯერ შეიძლება რაღაცას სიმღერის სახელწოდებაც კი ერქვა, ხო, რომელსაც თქვათ იმ დროს უსმენდი, იმ რაღაცა მონაკვეთში, როცა რაღაც ნამუშევარს ვაკეთებდი. მაგალითად ერთს ქვია რაღაც Rolling Stones უსმენდი და ხო აი ემოციური ხსნა და რაღაცა დავარქვი ეს სახელწოდება. ნუ რა თქმა უნდა ეს შეესადაგებოდა იმას, რასაც ფიქრობდი და რასაც ხატავდი და ნუ ხანდახან ესეთი სათაურებიც მოდის. ნუ უფრო რასაც ვაკეთებ იქიდან გამომდინარე. თანამედროვე ფოტოგრაფიის ასე ვთქვათ ტენდენცია არის სიმკვეთრე. შენ ხატავ გრაფიკაში და ეს ფორმები, რომელთაც შენ ქმნი და ფორმას აძლევს ხეულს თუ გამოსახულებას, აუცილებლად თითქოს კარგად მკვეთრი გაქვს, აი ძარღვიც კარგად ჩანს, ის ძვალიც, კანიც, აი ყველაფერი ხო? და ეხლაც ესე არის, მაგალითად ციფრულ ფოტოგრაფიაში ძალიან ყურადღებას აქცევენ რომ იყოს მკვეთრი და ამან მე მგონი უფრო ხელი შეუწყო, რომ ტელეფონის ფოტოგრაფია ძალიან მკვეთრია და იმიტომ რომ გულისხმობ, რომ ანუ ეს სიღრმეები, ანუ წინახედი შუა უკანა რაღაცა აფრთხილებს თითქოს და რა თქმა უნდა მე არ მომწონს, მაგრამ ხა მე არ მომწონს არ არის ხა ძალიან მთავარია. მთავარი აქ არის ის, რომ ადამიანები შეეჩვენენ გამოსახულებას ესეც. იმიტომ რომ ყოველდღიურად გაჯეტით დადიხარ და ტელეფონი გაქვს და უყურებ rilsებს თუ ჩემ თვითონ იღებ ფოტოებს, მე ფოტოგრაფს რო ეუბნები რაღაც გადაღება კი და მე ხოდა ავტომატურად თითხოვ რომ იყოს ისე. ასეთი მკვეთრი. და ერთხელ მახსოვს გია ჩხატარაშვილი, ფანტასტიკური ფოტოგრაფი, ქართველი დოკუმენტალისტი. დახშფოთებული და მოვიდა გამოფენაზე ვართ, ჰენრიკ არწებროსონის გამოფენა იყო ჩვენთან რამოდენიმე წლის წინ და დახშფოთებული იყო. გესმის შევედით რა მოხდა და აიო იქო წყვილი იყო. უყურებდი ფოტოს და ფოკუსში არ არისო. რას აქცევ ყურადღებას? მაგათთვის ეგ როგორ გახდა მნიშვნელოვანი და ეხლა რატომი და ამაზე შენ გესაუბრებ, იმიტომ რომ შენ აქცევ ამას ყურადღებას, ეს კონტური შენთვის არის მნიშვნელოვანი, ხო? მეგონი ხო სწორს ვამბობ. აი ხა მაგათად რიხტერის შემთხვევაში პირიქით, სულ ასე ბლაროს და ფიქრობს რომ ჩვენი წარმოსახვაში კონტური ქრება თითქოს. მეც პირადად ვარ რიხტერისკენ. ანუ გულისხმობ რომ ფოტოგრაფია, აი პირის ფოტოგრაფია ისეთი მკვეთრი რა თქმა უნდა არ არის როგორც ციფრული და ამიტომ ამ სიმკვეთრის იქით გვჩება შინაარსი უფრო მეტად ამ თლიანობაში როგორ ჩანს, ვიდრე მაგალითად დეტალიზაცია ესეთი ღრმა და რას ფიქრობ? იცი რა, აი მე მგონი, ხო, არა, იცი როგორი რაღაც არის, ჩემი აზრით, ეგ ცოტა ისეთი თემა, აი ვთქვათ, ვინ რას როგორ უყურებს. მე ესე მგონია. მე ვფიქრობ, რომ ეხლა ნუ რიხტერს თუ ავიღებ, რიხტერის შემთხვევაში მას უნდოდა თითქოს აი ამ
გაბუნდოვნებული, რაღაცით ეთქვა რომ რაღაცა, რაც ჩვენ გონია რომ მკვეთრია და რასაც ჩვენ უყურებთ, თითქოს ძალიან ფოკუსირებული არის, ის არ არის სინამდვილე. იმიტომ რომ რაღაცა მეხსიერებაში, ხო არის რომ ვიღაც გახსოვს შენ მეხსიერებაში. შეიძლება იმის ფოტოს მე კი უყურებ, მაგრამ შენს მეხსიერებაში ის თლათ ასეთი არ არის. ის არის რაღაცა შეიძლება ცოტა გადაშლილი, აი როგორც რიხტერს აქვს, ხო, რაღაცები ცოტა გადაშლილიც არის, რაღაც გადღაბნილია, თითქოს უახლოვდება გინდა ამოიცნო და პირიქით უფრო გისხლტება და შორს მიდის, ხო? აი ეს რაღაცა ბუნდოვანება, რომელიც დაიჭირა რიხტერმა და თავის ნამუშევრებში ეს ძალიან კარგად გააკეთა, რა თქმა უნდა. აი გაჩვენებს რომ რაღაცები მოუხელთებელია. აი ჩვენ გონია რომ რაც უფრო მეტად ფოკუსირებას გავაკეთებ, თითქოს უფრო მეტად შევდივართ აი ამ ვიღაცის ან სახეში, ან რა ვიცი, რაცაც ვიღებთ, მაგრამ სინამდვილეში შეიძლება სულაც პირიქით გვისხდება ის და ვერ პოულობთ, შეიძლება სინამდვილე ის არის, რომ რაღაცა ბუნდოვნად გვაქვს მეხსიერებაში და აი მე მგონი აი ამ სინამდვილის ჩვენება უნდა და რიხტერს. თუმცა მეორე შემთხვევაში ხა არიან თქვათ იგივე აი ეს close-ი რო არის ხო, რომელმაც ძალიან ზედმეტი სიმკვეთრე მისცა ამ ყველაფერს და ნაწილ-ნაწილ აკეთებს და თქვათ მე დიდად აი ამ ფოტოებს, ნუ მე რაღაც ლინზებივით შლის. იმან შეიძლება პირიქით, იმას უფრო უნდა რომ რაც უფრო მეტად ფორებში თითქოს შევიდეს და მეტად ფოკუსირებული გააკეთოს რაღაცა ნამუშევარი, თითქოს იმაში უნდა რაღაცა ამოიცნოს, აი ამ ზედმეტად გადიდებაშიც. იპოვოს იქ რაღაცა არსი. აი სხვადასხვანაირი მიდგომებია, რომელიც ჩემი აზრით ყველა საინტერესოა. აუ კი, ძალიან და რა საინტერესოა, ყველა როგორ უყურებს სამყაროს, ხო? ზოგი ფოტოკამერით, ზოგი ფონჯით და ზოგი სხვადასხვა ტექნოლოგიით, ასე რა ვთქვათ, მაგრამ ამას მაინც ვცდილობთ რომ ამბავი მოუყვეთ და გამოვცეთ ჩვენი ემოცია და ზოგი მკვეთრად, ზოგი არამკვეთრად, მაგრამ იმ მომენტში ახლა შენ რო იცახი რომ რაღაცა შენთვის უფრო ახლოს არის, შეიძლება რაღაცა მომენტში შენც იყო თქვათ, ისე ვიცახე, ნუ რიხტერის მომენტში იყო, ამან გაგიტაცოს, მაგრამ შეიძლება მე უფრო სხვა რაღაცამაც გაგიტაცოს. ამიტომ შეიძლება სულ აი ამაში იპოვო. ზუსტად ეგ არის საინტერესო, როცა დავდივარ ესეთი ტიპის გამოფენებზე და ფერწერას როცა ვუყურებ ამ გრაფიკას, ანუ ცით როგორ რაღაცა ეს აი უფრო მეხსიერების ნაზავს რა ესე რა თქვა. თან სოფლის სხვადასხვა კუთხეში როგორ არის ეს გამზადებული. ამის გარდა ანუ მე იქიდან მოგაქვს უფრო მეტად თქოს რაღაცა ახალი წიგნი წაიკითხე, თითქოს რაღაც ახალი ადამიანი გაიცანი სიღრმისეულად და ეს რა თქმა უნდა გამდიდრებს და უფრო ესე რა თქმა და მე ამიტომ ხარ მოთხოვნაში რომ კიდე რაღაც ნახო და ათვალიერო. ხო და ძალიან საინტერესო. მოდი ეხლა ესეთი პირველად ვაკეთებ ეგეთ რაღაცას და რა თქმა უნდა შენთან ერთად. ეს არის ამბავი, რომ კითხვები ძალიან ბევრი გვაქვს, ამაზეც ნანა მივალთ, მაგრამ რაც მე მგონია, რომ ძალიან დაინტერესებს ჩვენს მსმენელს არის სხვა მხატვრებიც, რომლებიც ასევე იყენებდნენ ფოტოგრაფიას თავიანთ მხატვრობაში და ზოგი ებრძოდა ამ ფოტოგრაფიას და ამიტომ შლიდა მას ნაწილებად, ზოგი პირიქით და აქედან გამომდინარე, მაგრამ ძალიან საინტერესოა, როგორ გვეხმარება სხვადასხვა მედიებში შესრულებული ჩვენი დანახული სამყარო, რომ გადმოვცეთ ჩვენი სურვილები და მოვყვეთ რაღაცა ჩვენი ემოცია და ამბავი. და მოკლედ აი ესეთი ჩემი, ხო, ნუ გეხარ რიხტერზე ვილაპარაკეთ, უკვე ბევრი და ძალიან ბევრი მასალა დოს YouTube-ზე და მართლა ვისაც დაგაინტერესებთ. ნახეთ, მართლა საოცარი აღმოჩენა ეს ადამიანი თავისი წარსულით, მე იმ რაღაც რამდენიერი როგორი განსხვავებულია თავის ასე ვთქვათ, ფერწერაში, ზოგს ეს აკეთებს, ზოგს ის აკეთებს და მაგრამ მას იმდენად ბევრი აქვს სათქმელი, რომ ამისთვის ეს ეჭირდება, იმისთვის ესე და ახლა სარკეებიც რო აქვს, ხო? სარკეები, რომელშიც აი მეც ფიქრობდი ხა რომ გამოფენაზე რომ აი თქვათ სარკე რატო აქვს და თან ეს სარკეები სხვადასხვანაირია, ზოგი უფრო დაბურულია, ზოგი ძალიან მკვეთრია და შუშებიც ქონდა კიდე მახსოვს. კი, რაღაც შუშებიც აქვს და ბევრიც დააქვს ესეთი ჩატარებული და ნუ მე იცი რაღაც მეც ფიქრობდი ამაზე გამოფენის შემდეგ და იცი აი ამ სარკებთან დაკავშირებით ფიქრობ რომ ეს არის აი რას დაინახავ შენ იმ წუთში
შენზია ეს ამბავი. ის არკე თავისთავად ესეთი ნამუშევარი კი არა, რომელიც დაიკიდა და მუდმივად ასეთი არამედ იმ წუთში რაღაც შენ როდესაც გამოივლი, რას დაინახავ მასში შენ. შეიძლება მეორე დღეს სულ სხვა რაღაც დაინახო და დღეს სულ სხვა რაღაც დაინახო, აი შენივე თავში და იმ სიტუაციაში. და კიდევ არის საინტერესო ამ სარკეში შენთან ერთად ვინ იყურება. კი რა თქმა უნდა. და ძალიან საინტერესოა კი თითქოს ესეთი მარტივი და everyday object-ი რაც არის ყოველდღიური ნივთი, საგარი რომელიც ჩვენთან ყველგან არის. რამდენად შეიძლება მას შინაარსებით, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ამ რაღაც კონკრეტულ ტექნიკას, თავარი არის კონდეს სათქმელი და კონდეს ეს კითხვები. ხო, ეხლა ძალიან საინტერესო ამბავი აღმოვაჩინე ამ რუბრიკის კეთების დროს და ჩვენი თემის კეთების დროს საოცრად ბევრი საინტერესო მხატვარი და ერთ-ერთი არის ასევე ფრენსის ბეიკონი. ხო და მოკლედ მეთქი ვუყურები ხა ფრენსის ბეიკონს ფიქრობ რომ აი ფოტოგრაფია ამბავ თურმე აღმოჩნდა რომ ეს ჩვენი გადასარევი ადამიანი იყენებდა ერთად მაიბრიჯის ფოტოებს. ერთად მაიბრიჯის ფოტოებს ჩვენ აი ჩავსვათ ახლა იქნება ფოტოები და ერთ-ერთი პირველი კი ერთ-ერთი პირველი რომელსაც გადაიღო და ასე იყო რეჟისორი პირველი რომელმაც მოძრაობა გადაიღო ცხენის აქ ჩანს ხო ჩანს და ასე ხო მე ახლა ძალიან რომ არის შეგაწუხოთ გავაბთან წავშლი მე გვაქვს ესე იგი Luc Tuymans ხო აბა გვაქვს Luc Tuymans ნუ საოცრება ანუ ეს ადამიანიც ესე იგი იყო მის ერთ-ერთი ნუ შეხედავთ ნუ იცნობთ რომ არის თითქოს მაგრამ მე ახლოს რომ მიხვალ გაშლი მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ესეთი მკრთალ ფერებს ხმარობს თითქოს გაცრეცილს და კი და დარწმუნებული ვარ თქვენ შეხვდებათ გალერეებში ეს ფოტოები მას უფრო დააკვირდებით და მიხვდებით აი რომ შეხედავ კიდე ფოტო არის აი რაღაცა ეგეთი შეგრძნება ნამდვილად მაქვს საოცრად საინტერესო აღმოჩნდა ქალბატონი მარლენ დუმა ასევე რომ შეხედავ ფაქტიურად აი რაღაც ბანძილიდან თითქოს გქონია რომ ფოტოებია და სინამდვილეში არა, მაგრამ აი იმდენად ფოტოგრაფიული თითქოს ახლა თითქოს გადაშლილივით თუ აი მირე ეს ხალხს როგორ აგროვებ ხო ანუ რო პორტრეტს რო ხატავ და ამ ფოტოებს რო იღებ აი ეს ერთმანეთზე დეფნო კიდე ცალკე ხელოვნებაა და მაგათ მარლენ დუმა და აი ეხოცები შენ უნდა მოყვე ამაზე ეს არის სასწაული ჩაკლოუზი გენიოსი სრული ეს გადასარევი ადამიანი მოგვიყევი ხა შენ ნუ აი მე ვიცი ამ ადამიანზე რომ თითქოს მას ქონდა რაღაც ნუ მეხსიერების პრობლემა თუ სწორად მახსოვს და ნუ მეხსიერების როგორ ადამიანს რო შეხედავდა ცოტა უჭირდა შემდეგ რომ იტრიალდებოდა ეს ადამიანი დაემახსოვრებინა მისი სახის ნაკვთები და თითქოს აი ამ პრობლემიდან თუ რა ვიცი რაღაც ესეთი რაღაც ქონდა ხატვარს მან გადაწყვიტა რომ აი ეს ნაკვთები თითქოს უფრო გაედიდებინა და შესულიყო მასში აი თითქოს უნდოდა რომ უფრო მეტად დაემახსოვრებინა რა ვიცი ნუ რაღაცა ამიტომ აი ესე ადიდებდა აი ამ სხვადასხვა სეგმენტებად ყოფდა და შემდეგ ძალიან დიდი პორტრეტები აქვს მას მე აი ეს ფიქსელებად აქცევდა თითქოს რაღაცა ხო აი ეს პიქსელები კი პიქსელებად აქცევდა მე მგონი იმ დროს იყო როცა ჯერ არ იყო ეს არ იყო თვითონ ციფრულმა გვაჩვენა კი აი პირველად მე ვნახე მაგის ნამუშევარი ეს უკვე გადიდებული ნუ მე ჯერ ვერ მივხვდი რომ ეს ნახატი იყო იმდენად ფოტოგრაფიული იყო ეს სიგარეტი რო უჭირავს ხო და პირველად ეს რო ვნახე ძალიან გამიკვირდა ნუ მასშტაბ აი ხო აი ეგ და რაღაც მასშტაბმაც გამაკვირვა რომ ესე იგი ადამიანმა რატო დახატა ეხლა ეს აი ამხელა ფოტოგრაფიულად შესრულებული ნამუშევარი და მართლა არ ვიცი რაღაც ხო არის რა დეტალებია თავიდან ეხლა არ მიფიქრია მაგრამ ხო არის რაღაც რო არ დაგავიწყდება და ძალიან ხშირად მახსენდებოდა აი ეს ნამუშევარი სხვათა შორის ნუ მე სანამ გავეცნობოდი კიდე მის სხვა რაღაცებს საოცრებაა ხო არ ვიცი აი რაღაცა მისმა აი ამ თითქოს უნდა რომ აი ბოლომდე აი რაც თქვათ რიხტეთან პირიქით ის აბუნდოვნებს ამას პირიქით უნდა სადღაც გიგანტური პორტრეტები რაღაცნაირად
მეც ყოველთვის ძალიან დიდი შთაბეჭდილებას ახდენს ხოლმე და ამიტომ არის რომ სამწუხაროდ ციფრულმა სამყარომ ფოტოგრაფებში მოაქცია ეკრანში ჩვენი გამოსახულებები და მე სულ ამბობ რომ ფოტომ უნდა ისუნთქოს და ისუნთქვა გულისხმობს რომ კედელზე უნდა იყოს და უნდა ნახულობდე უყურებდე სხვანაირად ის მაგაც ამ ყუთში იქცევა და ამიტომ არის რომ ეს გალერეებში გამოფენებზე რომ დავდივართ რომ ხედავთ ამ მასშტაბს შემდგომ მე ახლა ის ნამუშევარი რომ მე გახსენდება რომ ეს კიდე ცალკე არის მაგრამ შენ რო აგებ წარმოსახვაში და ისე ფოტოგრაფიასაც გვაქვს რომ აი რა ზომის შეიძლება იყოს უკეთესი. ხო, აი საინტერესოა ჩემთვისაც ხო აი შორს უნდა წახვიდე და რავი ძალიან მაგარია. აი ფოტოგრაფი რა ზომაზე ფიქრობს ხოლმე ხანდისხან არის რომ რაღაცა პატარაც ისეთი დამბეჭდავია ხო რაღაც პატარაზეა დამბეჭდილი. ახლა ვიყავი ედვარდ ვესტონის გამოფენაზე და რა ფორმატშიც იღებ და ზუსტად იმ ფორმატის ზომაზე იყო დაბეჭდილი და შესაბამისად ახლოს მისვლა გიწევს და დათვალიერება და ეს არის რაღაცად მე ახლოს რომ მედიხარ რაღაც შენი სამყარო იქნება იქ და რაღაც მარტო შენ ხარ და ეს ნამუშევარი ძალიან საინტერესო რა თქმა უნდა როგორ წარმოაჩენს და შენც გაქვს მაგალითად რაც ძალიან მაფორიაქებს ხოლმე ის რომ არის დიდი ზომი ეს დიდი ფორმატის ნამუშევრები იმიტომ რომ აი დიდში თითქოს კიდე რაღაცა სხვანაირად იშლები ხო მოძრაობ ამასთან ერთად რა და ძალიან დამბეჭდავია გავაგრძელოთ ესე იგი გადასარევი კაცის ნახეთ და ეხლა მინდა კიდე ყველაზე მთავარი ერთ-ერთი ან რომელსაც მე მგონი ქართველებისთვის ძალიან პოპულარული არის ეს არის ჩვენი ენდი უორჰოლი. აი გაცია მაისური. ხო, და სპეციალურად ჩავიცე ენდი უორჰოლის მაისური, რომელიც ნიუ-იორკში არის მისი კოლექცია ძალიან დიდი. ყველგან არის მთელ მსოფლიოში, მაგრამ ეს არის ესე იგი ერთ-ერთი იყო ცნობილი და ენდი უორჰოლზე ბევრის მოყოლას არ დავიწყებ, უბრალოდ ახლა რა ჩვენს თემაში რაღაც ჩაჯდა, უბრალოდ პირიქით ენდი უორჰოლი ფიქრობდა, რომ კოპირებით, რომ მე ამას უფრო სხვა აზრს ძენდა, რომ ანუ ყოველთვის ხელმისაწვდომი ხდება ფოტოგრაფია. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ პირველი იყო, ვინც ამის კეთება დაიწყო და ცოტა ისეთიც ძალიან ხმამაღალიც იყო. ხო, ეპატაჟური. ხო, და ეხლა უკვე ყველა ცდილობს რომ იყოს ეპატაჟური და მაშინ ეს რაღაცა ხანი ძალიან დიდი აბავი იყო. ოკეი, და იცი რა მაინტერესებს შენ თვითონ რას გაძლევს ჩვენ თითქმის რაღაცნაირად შევეხეთ, მაგრამ აი მინდა მაინც ახლა გამოვყოთ რას გაძლევს ხატრობა იმას, რასაც ვერ გაძლევს ფოტოგრაფია. აი ძალიან საინტერესო კითხვაა სხვათა შორის. აი მე ხშირად მიფიქრია ხოლმე რომ ხა ისეთი რაღაც უნდა ვთქვა რომ ფოტოგრაფია იმდენად ძვირფასია ზოგჯერ ჩემთვის. ну ძვირფასი რა გაგებით აი ეს ადამიანის ნაკვთები ხა მე ძირთადად უტრიალებ ადამიანს და ადამიანი მაინტერესებს რომ ხანდისხან თუნდაც ну ასე დავარქვათ არაფოკუსირებული და ну ცუდი ფოტოც კი ну არა ბუნდოვანი ვიღაცის ან რაღაცის ზოგჯერ ისეთი იმდენად ცოცხალია ხოლმე და იმდენად ბევრის მთქმელი აი ვიღაც ადამიანი რომ გაინტერესებს და თქვა ბევრს ყავს ვიღაც ცნობილ ადამიანზე მაქვს საუბარი, ვიღაცებს ყავს დახატული, ხო, ასე ისე რაღაცნაირად, მაგრამ მე მაინც მირჩევნი ამ შემთხვევაში, რომ თუნდაც ის რაღაც ძალიან ბუნდოვანი ფოტო, ის უფრო მეც მეუბნება აი ამ დროს. ვიდრე ვიღაცი შეიძლება ძალიან მაგარი ნახატი. ну ეხლა უცბად გამახსენდა რატომღაც, ну თქვა შოპენის ფოტოგრაფია, რომელიც ძალიან მიყვარს და ну თქვა დელაკრუას, რომელსაც ძალიან მაგრად ყავს დახატული შოპენი, ძალიან მომწონს, მაგრამ ამ შემთხვევაში მირჩევნია ფოტოგრაფიასთან მივიდე, რომ იმის სახეს კარგად ჩავაკვირდე, ასე ვთქვათ, აი უფრო ბევრ ამას მეუბნება. აი რას მაძლევს ვთქვათ ისეც ნახატი, რასაც არ მაძლევს. აი მგონია რომ აქ უფრო განგრძობითია რაღაცა. მე ვიძახი მხატვრობაში,
აი გულისხმობ რას, რომ ფოტოგრაფიაში თითქოს რაღაცები მაინც დაფიქსირებული, აი შეიძლება რასაც ებრძოდა გერჰარდ რიხტერი, რაღაცები წამიერი მომენტებია დაფიქსირებული და თითქოს აი გერჰარდ რიხტერს უნდა რომ ეს წამიერი მომენტები გადაშალოს და გითხრას რომ აი ეს ეხლა აი ამ წუთში კი არ არის, არამედ ეს გონების რაღაც დიდი ხნის ნაფიქრია, დიდ ხანს რომ მოყვება რაღაცა, დიდ ხანს რომ მოყვება ვიღაცის სახე და ის ცოტა ბუნდოვანიც კი უნდა იყოს. შეიძლება ეს განგრძობითობა უფრო მე ნახატიც ის არის, რომ თქვა ფიქსირებულია, რა თქმა უნდა რაღაც, მაგრამ მასში თითქოს უფრო განზოგადება მეტად შეგიძლია რაღაცების, აი ასე მგონია. შეიძლება ეს იყოს პასუხი. შენ განსაკუთრებულად სხეულს რო ხატავ, მე მგონია, აი ხო ისეთი რაღაც შთაბეჭდილება გვაქვს, რომ მეხსიერება რაღაცნაირად ეს რაღაცნაირად არ ვიცი რატო გადავშევეჩვიეთ, რომ ადამიანის სახეზე უნდა იყოს ეს მეხსიერება ჩანს. მე რაღაცა თქოს ცხოვრება, თითქოს ხელებით ჩანს და ხშირად ვიყენებთ ხოლმე ფოტოგრაფები ხელებზე აქცენტირებას ან სახეზე, მაგრამ შენთან მთელი სხეული არის თითქოს მეხსიერება. ხო, აი, ჩემთვის ახლა სხეული არის ალბათ ის აუცილებელი, ну, დავარქოთ ესე ფიგურა თუ ობიექტი, რომელიც მე მჭირდება რომ გამოვხატო ჩემი, არ ვიცი, ჩემი ემოცია თუ ჩემი მეხსიერება თუ რაღაც ჩემი მიდგომა სამყაროსადმი. ანუ მე აუცილებლად მჭირდება ადამიანის სხეული, რომელსაც შეიძლება ვთქვა, რომ ვაგროვებ. ну, ესე ჭყალებში ჩავსავდი ამას, ხო? აი, მე ვაგროვებ ყოველდღიურ ცხოვრებაში ფოტოგრაფიიდან, აი, ვიღაც რო ჩაივლის თუ ვიღაც რო ზის, ხელს როგორ გადაწევს, ყველაფერი აბსოლუტურად, ან როგორ იღება, გამოხედა, აი ხშირად ვაგროვებ ხოლმე გამომეტყველებებს, აი ადამიანურ გამომეტყველებას, აი შენ წეგან მეკითხებოდი რა გიჭერსო თქვათ ფოტოდან, აი ზოგჯერ მიჭერს გამომეტყველება, აი რაღაცნაირად იყურება ვიღაც, აი ხა რაღაცნაირად ცოტა ესე სიტყვა, მაგრამ აი ან გაკვირვებულია, ან რაღაცა მან სადღაც მოიწყინა და რაღაც შინაგანი ეს მოწყინლობა, ან რაღაც თვალები და აი ეს გამომეტყველებები თითქოს მე მჭირდება იმისთვის, რომ იქიდან ამოვიცნო რაღაცები გადმოვიტანო. იცი რა მინდოდა მეკითხა, აი ტყუილზე მინდა ვილაპარაკოთ ცოტა ხანი. აი იცი რა თემაში. აი ბევრი ფიქრობს, რომ რაც უფრო მკვეთრია, მით უფრო არჯერად. ანუ ამას ამბობენ მხატვრები, ეს ცოტა ჩამოუთვალეთ უმეტესობა ადამიანი ამბობდა, რომ იმიტომ არ უნდა რომ იყოს ძალიან მკვეთრი. რაც უფრო ნატურალისტურად არის შესრულებული, ხო? იმიტომ რომ ჩვენ ესე არ ვიცი რატომ გონიათ ესე, მაგრამ რაღაცნაირად დავოკვირდი და ვიცი რა, შეიძლება სიმართლეც იყოს, იმიტომ რომ ეს სიმკვეთრე იმდენად თავისთავად ეფექტს ახდენს შენზე, რომ მე რაღაცნაირად მართლა შეიძლება ამჯეროდეს, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი არის რა, რომ მე ისეთ გვამინდეხამ ყველაფერეთ, რომ არ არსებობს ფოტოგრაფიაში და საერთოდ ვიზუალურ თხრობაში რაიმე ესეთი კონკრეტული სტანდარტი, რომ მაინც და მაინც რაღაც უნდა იყოს ესეთი. კი, მაგაში გეთანხმები. და შესაბამისად, მკვეთრი იქნება, არამკვეთრი იქნება, ყოველდღიური ობიექტი იქნება თუ განსაკუთრებულად საინტერესო ადამიანი, რომელს იმ მომენტში თქვენ ფიქრობთ, თუ სათქმელი გაქვს, ანუ არ აქვს ამას დიდი არსების მნიშვნელობა, ამას როგორ გადმოსცემ, ანუ გულისხმობ რა ტექნიკით. შეიძლება მართლა მეც მაგალითად არ ვეკიდები ამ, თუმცა რა თქმა უნდა ეხლა რაღაც პორტალის გადასახებად რომ მოდის აკეთებს, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც პირიქით აი არის რომ მოდის რომ ისეთი კადრში იყუროს, მაგრამ ამასობაში სადაც მოწონდეს რაღაც გვერდით რომ გაიხედა და ის აარჩიოს მაგალითად. აი არის რაღაც ესეთი თემები, სადაც ვერ იქნები ყოველთვის მზად და პროცესი კარნახობს ხოლმე რა ფორმა მისცი ან როგორ გააკეთო ხო და იმითი არის საინტერესო ჩვენი პროფესიები, რომ ამის კეთების მრავალფეროვანი გზები არსებობს და მე ძალიან აი ცით რა მე არ ვარ ხოლმე ჩაციკლური, რომ ზოგადად ტექნიკა კარგად უნდა იცოდე, ტექნიკას გულისხმობ კამერის აგებულებას ან როგორ მუშაობს ან რაღაც, მაგრამ ხანდახან აი მაგათ შეიძლება ფუნჯის წერა ფანქრის, არ ვიცი როგორ მაგრამ ხანდახან ეს მეხმარება, რომ არ ვიფიქრო ამას როგორ ვაკეთებ უბრალოდ და უბრალოდ ვაკეთებ, იმიტომ რომ ეს იმდენად უკვე კუნთის მეხსიერებაზე გქონდეს თქოს გათვლილი და შესაბამისად, მაგრამ მე იმის თქვა მინდა კიდევ უბრუნდები ამ თემას, რომ ტყუილის თემას, ხო? ტყუილის თემაზე მინდა, რამდენად არის თქვენთვის ფოტოგრაფია ობიექტური?
იმიტომ რომ ამაზე ძალიან ბევრი თათბირები არის ხოლმე რა. იმიტომ რომ ჩვენ როცა ფოტოს ვიღებთ, უკვე ვიღებთ გადაწყვეტილებას, როცა ჩვენ ვაჭერთ რელაქს და უკვე ფოტოს ვაფიქსირებთ, ჩვენ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილება, რომ აი ახლა ეს კონკრეტული წამი მჭირდება, რომ რაღაც ამბავი გადმოვიცე. მივხვდი, რასაც მეკითხე. აიცი, აი ობიექტური ერთი შეხედვით არის. თითქოს იმიტომ რომ რაღაც გადაიღო, მაგრამ აქ ხო ჩანს თვითონ ფოტოგრაფიც, აი რას ხედავს ფოტოგრაფი. თქვათ ავიღოთ ომის ფოტოგრაფი, რომელიც ომის კადრები უნდა გადაიღოს. შეიძლება ომის ფოტოგრაფმა, ისე თქვათ, ადგეს და გადაიღოს ხეები, რომელებიც თქვათ ბომბების შედეგად დაიჩეხნენ. აი რას დაინახავს ფოტოგრაფი? შეიძლება ადამიანები გადაიღოს, შეიძლება სახლები, შეიძლება ბალახი გადაიღოს, არ ვიცი, ლოკოკინა გადაიღოს. ამიტომ აქაც ჩანს ის ფოტოგრაფი, რომელიც თქვათ მუშაობს, რა შემოვა მის ხედვაში, რას შემოგთავაზებს ის. შეიძლება ომში წავიდეს და ისეთი მასალა შეაგროვოს, რომ საერთოდ ვერ მიხვდე, რომ ომში წავიდა. ხო, ისევე ამბობ. ამიტომ ეს რა თქმა უნდა, ეხლა შენ რასაც მეკითხები, რამდენად ის რასაც ის გვთავაზობს, ის არის ობიექტური და რამდენად მე აღვიქვავ, რომ ეს სიმართლეა, რაღაცა დოზით აღვიქვავ, მაგრამ ყოველთვის ხვდები ფოტოგრაფიაში ხოლმე, რომ ამის იქით კიდე არის რაღაცა კადრის მიღმა, რომელიც არ მოხდა აი ამ ფოტოგრაფის თვალთახედვაში. ახლა რაღაც იგივე კაპარო ვახსენოთ, ხო, ეს ჯარისკაცი რო ეცემა, ხო, რაღაც მაგის ცნობილი ფოტო. აი მე მაგალითად მაგ ფოტოზე ყოველთვის მიფიქრია ხოლმე, რომ აი რაღაც იმის იქითაც მაინტერესებს. ახლა კი აქვს ბევრი ფოტო გადაღებული, მაგრამ აი თითქოს ეს ამბავი რომ მოხდა, შემოვიდა მის ობიექტივში, მაგრამ აი მე მაინტერესებს, რომ აი იქით კიდე რა ხდებოდა, აი ისინიც მინდა რომ გამომიჩინოს, მაგრამ უცბად ისინი აღარ ჩანს. კიდე მე ეგეთი ფოტოები თან იცი რა არის ძალიან მაგარი, რომ მე არის ხოლმე ძალიან ბევრი მაგალითად კინოს ესე ვთქვათ ინსპირაციები და მე გადაღებულიც არის თითქოს გაცოცხლებული ეგ კადრი, მაგრამ მართლა ძალიან რთულია და ეგ ზუსტად ეგ არის, რომ არ არის მკვეთრი ეგ ფოტოები და ხოთო შეიძლება ეს მაგნუმის ფოტოებს ალბომებს რომ ალბათ ესეთია პირველი ესეთი ყველაზე არამკვეთრი გამოსახულება, რომელიც ყველაზე მეტ დინამიკას და ემოციას აღძრავს. მიუხედავად იმისა, რომ რობერტ კაპას აქვს კიდევ სხვა ფოტო ესპანეთის ომის გადაღება, თუმცა ნასროლზე ვარდება და ესეც დაფიქსირებული აქვს, მაგრამ მას ეს შესაძაც ნორმანდიისში არის ეს ნორმანდიის ბრძოლაზე მგონი გადაღებული არ მახსოვს ზუსტად, მაგრამ მანდა ეს ოკეანიდან რო წყლიდან რო ამოდიან და ეგმა ძალიან მაგარია ხო. მაგრამ მაგ ფოტოზე სხვათა შორის ძალიან ბევრი მითქმა მიდის ამ თემაზე ახლა არ ვლაპარაკებ, მაგრამ მე ვილაპარაკებ, მე ჩუმად მოგიყვები და ხო არის ბოდიში დადგმული ფოტოებიც. დადგმულს გულისხმობ, რომ არა ისე იღებ, არამედ რაღაცებს ამბობენ, რომ აი ეს ნასროლი ფოტოა, ეს ესპანეთის თითქოს არისო, მაგრამ მაგას ვერ ესე არ არის ესე მარტივი ამის ადგილი, მაგრამ რეალურად ერთ-ერთი ჩემო სხვათა შორის სტუდენტმა მითხრა და ძალიან დამაფიქრა, რომ დოკუმენტური ფოტოგრაფია არ არის აუცილებლად გარეთ გადაღებული იყოსო. ანუ არ არის აუცილებლად მაინც და მაინც რაღაც კონკრეტულ ქმედების დროს იყოს გადაღებული. ანუ ის შეიძლება იყოს დადგმული ფოტოც, იყოს დოკუმენტური და სხვათა შორის ძალიან დამაფიქრა და დიდი მადლობა მაკა ამ თემასთან და მაკა ქვია გოგო და ვინც ეს ყო და ძალიან დამაფიქრა და იცი რა მართალიც არის ეგრე და ამიტომ რაღაც დადგმულ ფოტოებზეც უფრო მომეშვა რა რაღაცა. არა ეგეც ყველაფერი დაწილია რა. როგორ გააკეთებ? მაინც ყოველთავარი არის ის რომ სათქმელი კონდეს ფოტოს. კი, აი როგორ შეთან მოქონდეს ეს ემოცია და მართლა მე მგონი უკვე შეგვიძლია მოვეშვათ ახლა მაგ თემასთან დაკავშირებით და ვაკეთოთ ის რაც გვინდა და დავინახოთ ის რასაც ვხედავთ და შევძლოთ ამ დანახულის გადმოცემას ზეთისაღებავის ფოტოაპარატით, მაგრამ სათქმელი ყველას გვაქვს და ყველანი ძალიან საინტერესო ადამიანები არიან ჩვენს ირგვლივ და მეტი ხელოვნება ჩვენს ქვეყანაში და ჩვენთან. ძალიან დიდი მადლობა რომ მადლობა შენ რომ დიდი მადლობა ასე ვასრულებ ჩვენს გადასარევ პოდკასტს. ადამიანები როგორ ქვია ჩვენ დამავიწყოთ. ადამიანები ლელის ფოკუსში. ხო, ადამიანები ლელის ფოკუსში და ჩვენი სტუმარის გადასარევ. თამარს ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ფანტასტიკური ჩემი ბექგრაუნდისთვის, რომელიც აქ მაქვს და მადლობა მეგობრობისთვის.